სალამით მოგესალმებით. დღეს არის 18 აგვისტო. მოვედი, როგორც გითხარით უკვე პოსტიდან გეცოდინებათ, ვინც ნახავდით ჩემ პოსტს. თქვი რომ გუშინ დავწერე პოსტი და ვთქვი რომ ხვალ მოვიდოდი. დილით ვერ მოვედი და მაგასაც გეტყვით მოგახსენოთ რატო ვერ მოვედი, მაგრამ არა უშავს, ახლა ვწერ vlogs. ჩემთან სრულდება შუადღის 2 საათია, ჩემთან 10 წუთი აკლია. მოვედი, გამოვჩდი. მინდა მოგიყვეთ თუ რა მჭირს ეს ორი დღე და დაგვემართა რომ მეცინება, აი ეს გაჩვენა ნახეთ ბოდიშით უყურეთ, აი ესენი მაქვს დასიებული, ძლივს ვაპარაკობ, საუბარი მიჭირს. როგორც უკვე იცით, არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ ვირუსი შემხვდა, სიცხის გარდა ეს ორი დღე ყველაფერი ჭირდა. ხოლო და მქონდა სიცხე. ეს კიდევ არაფერი ჩამოკარგებო. დილას ბებიამ ჩვეულებრივად მიირთვა ყავა ფრიგანიასთან ერთად და თაფლთან ერთად და სადღაც 9 საათში დავსვე გარეთ, ანუ აივანზე, სკამზე, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სასიამოვნოა იყო და ყოველ დღე გამყვავს ხოლმე გარეთ, რომ დაждდეს ხოლმე და სუფთა ჰაერი მიიღოს, ასე რომ ვთქვათ. ჩუმად საუბრო, იმიტომ რომ ეხაბებობს ძინავს, იმიტომ რომ ისეთ ცუდად იყო, ისეთ ცუდად გამიხდა დილას. არ ვიცი, წამოვაწვენე და იქეთო დაიძინოს თქო, დაისვენოს თქო. ეხლა არის შესვენების დრო, დაიწყო უკვე. მაგრამ მე რა დამასვენებს, ეს იყოს კარგად. ხო და მოკლედ ჩვეულებრივად როგორც ყოველ დღე გამყავს ხოლმე დილით, თუ ეხა მზე არ არის და სიცხე არ არის, მაგ შემთხვევაში არ გამყავს და ისე ყოველ საღამოს, როგორც კი მზე გადავა აივანზე, შედვართ ხოლმე მე და ბიბო და ვსაუბრობთ. მე მივირთმოდი ყავას, გვერდით ვეჯერგი, თან საჭმელს ვაკეთებდი და ასე შიგნით შემოვიდოდი ხოლმე სამზარეულოში და ვხედავდი საჭმელს და ისე გავდიოდი ხოლმე ბებოსთან, რომ არ მიდოდა რომ მართლა ვაყოფილიყო. ჩვეულებრივად ძის, წყალი უდგას გვერდზე, დალია ეს წყალი და სადღაც 10 წუთის შემდეგ ყვირის კერსაუბრობს. დაიყვირა, რომ ვერ ვარ კარგად და უცებ დაიწყო. აი როგორი ვარდნა დაიწყო, იცი, აი ეპილეფსიის დროს რომ ემართებათ ხოლმე ადამიანებს, ხო იცით? აი ეგეთი ვარდნა დაემართა, დაიწყო ვარდნა. სკამზე იჯდა ჩვეულებრივად და ეს ეპილეფსიის დროს ვაიციან ხოლმე, როგორც უკვე გითხარით, ესეთი ის დაიწყო რა. ერთი ეგ მოასწრო, დაიყვირა, რომ ვერ ვარ კარგად და მე გვერდზე ვეჯერგი და ეგრე მივარდი. არ ვიცი ხალხო, როგორ დავიკავე სამხელა ქალი. პატარა გოგო, აი არ ვიცი მართლა ეხლა რო ფიქრდები, როგორ დავიჭირე. ანუ ნელ-ნელა ესე სკამზე წვებოდა რა, ანუ დაბლა მიიწევდა. ძლივს დავიჭირე, ძლივს დავიკავე და თან ამას მარტო ეს კი არ იყო, ანუ რომ ეცემოდა. ბოდიში და მე დაიწყო ეგრევე პირღებინება ამასთან ერთად
და მე უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა თქმა უნდა მარტო ვიყავით მე და ბებო. და რა თქმა უნდა არ გავანებე თავი, რას დავანებებ თავს. ეგრევე ძირს დაეცემოდა და შეიძლება თავი გაიტეხა, ან უარესი უფრო. მეთქი როგორც მოვახერხე ისე ვამშვიდებდი, არაუშავს დაწნადი, დამშვიდდი, გაგივლის ეს ყველაფერი და როგორც იქნა ცოტა დავამშვიდე, დავაწნარე. მე აქეთ ვიყავი დასაწნარებელი, იმიტომ რომ ისეთი ნერვული ფონი მქონდა, ოღონდ იმ დროს არა, აი მის შემდეგ რაც ბებო უკეთ გახდა. არ ვიცი. ამ ნერვიულობის ფონზე მე თვითონ ავგანკალდი, მე ტილი დავიწყე და ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ამან, რა თქმა უნდა. ეს პირველად არ დაემართა, რაც მე მოსული ვარ ახლა აგვისტოს ბოლოს, რაც ამ ოჯახში მუშაობ, 5 თვე შემისრულდება. და პირველად არ დამართნია, ადრეც გითხარით მგონი. პირღებინება რო ქონდა და ძალა არ ქონდა საერთოდ. ახლა დაემართა უკვე მეორედ. მაგრამ მაშინ ის არ ქონდა, რომ აი ეს გულის წასვლის მომენტი არ ქონოდა და ძირს არ ეცემოდა. მოკლედ ძალიან შემეშინდა, რა თქმა უნდა, როგორც იქნა გადაიარა ამ ყველაფერმა და მოვიდა ფერზე. მოვიდა ისეთ მდგომარეობაში, რომ უკვე დაჯდომა შეეძლო. ნენელა მივეხმარე, როგორც შემეძლო, რა თქმა უნდა, ბიჭები უბრალოდ წერილი აღარ მივარგავონ მართლა, როგორ დავიჭირა ხელა ქალი მარტო. აი მიკვირს ძალიან. ვერც საუბარი მიჭერს, აი მეებში როგორც კუწაღან გაჩვენეთ, ნახეთ, გონი მეტყობა. ბოტოქსი მაქვს ვაკეთებ. ბოტოქსი ხوار გავიგეთ. აბა დამეწერეთ კომენტარებში, ხوار გავიდი და მიხდება გადიდებული ტუჩი? აი, ჩანს, ხო? საუბარიც რა ბოტოქსი? ხალხო. ღმერთის მადლობელი ვარ, ესე როგორც ვარ. არანაირი ბოტოქსი არ მჭირდება და არ ჭირდება ჩემს ტუჩებს, ყველაფერს მადლობელი ვარ. რაც გამოჩნდა, რაც მაქვს, არც მაქვს გაკეთებული და არც მინდა გავიკეთო. თუ არა გაკეთებას რა უნდა, ვინ მიშლის? თუ მინდა გაწავა და გავიკეთებ. ხუმრობა თქვა რა ბოტოქსი. თუმცა ვინც იკეთებს ბოტოქსს, რა სისულელია, ხა თქვენ ყველას გაქვთ თქვენ ცხოვრება, რა ვისაც რას უნდა, იმას გაიკეთებს. უბრალოდ მე არ მინდა და არ ვიკეთებ. ხო და არ მინდა თემას გადაუხვიო ხა. მოკლედ როგორც იქნა გამოძრა, მე ის კაბარაცეცვა, რა თქმა უნდა, გამოუცვალე, ნენელა შემოვიყვანე სახლში. მოგახსენებთ, რომ ბებო დადის ჯოხით არა, როგორც ყავარჯანი, ეგეთი რაღაც არის, რა ქართულად არ ვიცი, რა ქვია, ტოპს ეძახიან ბერძნულად და ქართულად რამბულად აღარ მახსოვს, ესეთი ის არის, ორივე ხელზე ხელით უნდა დაებჯინო და დადიხს, ჩვეულებრივი ფეხები აქვს რა, რკინის. ხო და ნენელა მეთქი რომ ვკითხე, რომ შეგიძლია, ცოტა აზრზე რომ მოვიდე, შეგიძლია რომ ადგეთ და ნენელა შევიდეთ, შეგნით რომ ეს გამოგიცვალოთ ხო და ცოტა ხანი წამოწვეთ ხო, რომ უფრო უკეთ გახდეთ ხო და რომ მითხრა რომ კიო, ცოტა ხანი დავაცადე, რა თქმა უნდა, სანამ ძალა დაუბრუნდებოდა და რაღაც. თუ სხვა შემთხვევაში ეგრევე რომ ამეყენებინა, დაეცემოდა. და შემოვიყვანე ნენელა, ჩუმად საუბრობ, არ მინდა ბებამ გაიგოწოს, როგორც იქნა ძლივს ჩაეძინა, იქნებ გაუაროს და გამოძროს ბოლომდე. და შემოვიყვანე, რა თქმა უნდა, დავსვი თავის საწოლზე, გამოუცვალე, გავაძრეს ყველაფერი, გავწმინდე, ისეთი არაფერი არ ჭირდა, უბრალოდ პირი ქონდა მოსაჭმელი, სველი პირს ახოცებით, მე სვალის სველის აფეთქები, მე მაგით გავწმინდე, მოკლედ და წამოვაწვინე. მე წამალი, ბებოს გოგოსთვის მინდოდა ეგრევე და ამერიკა, მაგრამ მე რო ვიფიქრე, ტყუილად არ შევაშინო თქო და ცოტას დაველოდე თქო, დავიცდი თქო და კარგად რო გახდება, მე თვითონ რო დარეკავს, ვეტყვი თქო, რა თქმა უნდა დამალვას არ ვაპირებდი, მაინც ვეტყოდი. მოვიდა ბებოს გოგო, მისი შვილი,
და შემოვიდა იკითხა რა თქმა უნდა რა დაემართავ და რა დაგემართა დედაო. და მე ვთხარი არ ვიცი თქო და რა ჭამაო კითხა და როგორც დილით ჭამს მეთქი ისე ის შეჭამა ანუ პურის ნაჭერი კარაქი და თაფლი ყავასთან ერთად ესე მიირთმევს ხოლმე ყოველ დილით ესეთი არაფერი არ ვიცი საჭმელიც კი არ გქონდა ნაჭამი იმიტომ რომ ვაკეთებდი საჭმელს ანუ დილა იყო ეს ყველაფერი რომ ხო და მე თქვა რომ ეგო ესეთი რაღაცა რა თქმა უნდა ყველა ადამიანს შეუძლია დაემართოსო და რა თქმა უნდა შევატყვერო შეეშინდა თვითონაც რა თქმა უნდა ხა დედა როცა არის შენი გეშინია ხო დედა რამხელაც არ უნდა იყოს და რასაკიც არ უნდა გქონდეს დედა შენს რა თქმა უნდა გინდა რომ დიდხანს იყოს და დიდხანს ყავდეს ხო ეგრეა და ჯანმრთელი ყავდეს რა თქმა უნდა ხო და უბრალოდ იცი რა არის მე უფრო სხვა რაღაცასაც ველოდებოდი ამ გოგოსგან ქალისგან ჩემ ბიბოს გოგოსგან უბრალოდ მადლიერების გრძნობამ ფიქრობ რომ არ უნდა გვავიწყდებოდეს არავითარ შემთხვევაში და უბრალოდ მე სიამოვნებოდა რომ მე თქვა თუნდაც ერთი მადლობა გადაეხადა ჩემთვის უბრალოდ მე სიამოვნებოდა თორემ არაფერი სხვა რა თქმა უნდა ეს ჩემი მოვალეობა გინდაც არ იყოს ჩემი მოვალეობა და სიტყვაზე აქ არ მუშაობდი და სხვა ადამიანს შეექმნას მსგავსი სიტუაცია მე რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვიქნები თუ მის გვერდით აღმოჩნდი რა თქმა უნდა დახმარებას გავუწევ რითიც შევძლებ მაგრამ რატომღაც ველოდებოდი არ ვიცი ეს მოდით იმას დავაბრალოთ რომ უბრალოდ დაბნეული იყო და ცოტა ხნით იყო შემოსული მაგას დავაბრალოთ ეს ყველაფერი კარგით უბრალოდ მინდოდა მოსულიყავი თქვენთვის არ ვიცი რამხელა ვიდეო გამოვა ანუ ყოველ შემთხვევაში დაამტკარა არ გამოვა და გწოდნოდათ ეს ყველაფერი რაც შემეხება მე უკეთ ვარ ორი დღე მქონდა პირღებინება და სისუსტე საკმაოდ ისეთი და ეხლა იმას ფიქრობ რომ მე ხوار გადავდე თქო მაგრამ არ არსებობს იმიტომ რომ ამას რაც დაემართა აი ძირს რო იცემოდა და ყველანაირი უნარო წაერთვა და მე რო არ ყოფილიყავ მართლა ძირს დაიცემოდა და არ ვიცი დიდი ალბათობით შეიძლება თავიც გაეტეხა და ნუ არც მინდა ცუდის წარმოდგენა რა დაემართებოდა უბრალოდ ის მიხარია რომ იმ მომენტში ზუსტად იმ მომენტში აღმოჩნდი მის გვერდით და ეს ყველაფერი მომასწარე რომ ადამიანს რა თქმა უნდა არ მიეცი მის საშუალება რომ უარესი დამართონდა ამ ყველაფერს იმიტომ ვიძახი რომ ახლა ყოველ წუთს რა თქმა უნდა მის გვერდით ვერ ვიჩნდები ხო ხან საქმეს ვაკეთებ ხან საჭმლის შემოხედავდი ხოლმე სამზარეულოში და ასე შემდეგ ანუ სულ მის გვერდით ვერ დავჭდები ესე ვთქვათ მინდა თუ არ მინდა მე ხო და კარგია რომ მის გვერდით აღმოჩნდი მაგის გოგოსაც ეგუთხარი რომ კიდევ კარგი თქო ზუსტად იმ მომენტში მის გვერდით ვიყავი თქო და არ იყო მარტო და საერთოდ შეიძლება სიტყვაზე მე საჭირო ოთახში დავსულიყავი და ვერც კი გამეგოდა იმის წამოძახილი რომ აი კარგად არ ვარ და ვერ გამეგო სიტყვაზე და შეიძლება სულ თავისუფლად რომ უარესი რაღაც და შეიძლება საერთოდ ტრაგედიაც დამართმოდა არ ვიცი ხო უმეტ მადლობას ვთქვი ვეუბნები და ვუხდი მართლა რომ ის გვერდით აღმოჩნდი საჭირო დროს ჩემ თავს აღარ დავეწევ ჩემ უკარგებო აი ამის მერე იმდენად გამოვხიზდი რაც მე ჭირს ხო ორი დღე მქონდა როგორც გითხარით ყველაფერი სიცხეს გარდა ყველაფერი მქონდა სისუსტე ეხლაც მაქვს სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ არა ისეთი როგორც მქონდა სიტყვაზე ორი დღის წინ
და გუშინ წინ დამეტყვეს ტუჩების, უпростоრად ღრდილების შესიება მეტყობა მგონი ვიდეოში. საუბრის დროს და მით უმეტეს ჭამის დროს მტკივა. ხო, რაღაც წამალსაც ვსვავ, მაგრამ წამალზე უკეთ მიშველა. გვირილის ნაყენს, ანუ დღეში 3-ჯერ მაინც ვივლებ პირის გულში და რაც ის დავიწყე, მე თვითონ მოვიფიქრე რა, საერთოდ ვიცი, რომ გვირილის ნაყენი ყველაფრისთვის კარგია საერთოდ. არა მარტო პირის გულისთვის, არამედ ბევრი რამისთვის იყენებენ სასარგებლო ძალიან, მე როგორც ვიცი და რაც ის დავიწყე, რა ვიცი შედეგი მაქვს. უბრალოდ ახლა ეს დასიება, ესე ვუცებ არ გამივიცე თქვა. სხვა ყველაფერი ნორმალურად ვარ. მოკლედ, ისე დამხვალა, ესეთმა სტრესულმა მდგომარეობამ. ვცდილობ რომ არ შემჩნიო, ვცდილობ რომ გამაგრდე, ვცდილობ რომ გავუძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის არ არის უცხო და მე წლების განმავლობაში ვარ აქ მაქვს ნამუშევარი, როგორც გვეიცით, ჩემი ვიდეოები და მაგრამ ეს ყველაფერი რთულია ძალიან შემოკარგება, ვისაც გამოცილი გაქვთ ყველაფერი ეს მიხვდებით. ხანახან ისეთ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, რომ აი თუნდაც დღესაც ვიფიქრე, რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ იმდენად გადაღლილი მაქვს ორგანიზმი, ფიზიკური დაღლა იმდენად არაფერი არ არის, როგორც შინაგანი დაღლა, შენთვის დამღლელი, ემოციურად, მენტალურად ვარ გადაღლილი. იმდენად ცუდ დღეში ვარ, რომ აი დღესაც ვიფიქრე, რომ ადექი ჩაალაგა ყველაფერი და წადი დავბრუნდი საქართველოში. მაგრამ ჩემ თავს ყოველ თვე ვეუბნები, რომ გაჩერდი, გავუწევ, ცოტათ კიდევ გავუწევი. არ მინდა რომ ესე ვთქვი და დავბრუნდე, რომ საერთოდ არაფერი არ გავაკეთო. კი, ვინმე თუ მეტყვით, რომ ვინმე თუ დამიწერთ კომენტარში, რომ რაღა გინდა ბინახომ გაქვს. არა, მხოლოდ ბინახომ არ არის შემოკარგება. საქართველოში ყველაფერს ვითვალისწინებ, რომ საქართველოში არის ძალიან ისეთი ფასები, მაღალი ფასები და რაღაც მინდა რომ დავიჭირო, ესე რომ თქვათ და დავბრუნდე. რამოდენიმე თვე იქნებ გავუცვლო და მერე წავალ. ვიცი რომ ჩემ თავს ვაწვალებ და ვაწამებ. მაგრამ გავუცლებ. ყველაფერი კარგად იქნება. იმას ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი და არასამუდამო და ეგ უფრო მიადვილებს აკრობებას. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ თქვენ ისე მოვედი, რომ არც კი მოგეკითხეთ, იმედი მაქვს კარგად ხართ, ეხლა წავიდე და გემშვიდობებით და საღამოს შეიძლება კიდევ გადავიღო ბლოგი, არ ვიცი ზუსტად. ნახვამდის. კარგად.